დღეს მექნება საუბარი იმ თემაზე, რამაც ჩემს ტრეიდინგში, ჩემი აზრით ერთ-ერთ ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა, რომ ეხა ამ დონეზე ვარ მოსული. რამაც თავდაჯერებულობა მომცა, რამაც მოთმინების უნარი გამომამუშავებინა და რამაც მე, ესე ვთქვათ, ძალებში დისციპლინა მომცა. დღეს მექნება საუბარი დემო აკაუნტებზე და მათ მნიშვნელობაზე და რავი, როგორ გავხსნათ და ყველაზე კარგად დემო აკაუნტი სად ვნახოთ, მაგასაც განახებთ. ეხლა თქვენ რასაც ხედავთ, წინ გახსნილი მაქვს TradingView. ამის ჩაწერა შეგიძლიათ ჩვეულებრივად. ნებისმიერ, რავი, MacBook-ზეც, Windows-ზეც, Linux-ზეც წესით. და რატომ არის დემო მნიშვნელოვანი? ამაზე ლაპარაკი ჩემს სერვერზე ხშირად მქონდა. მაგრამ ბევრი ხართ ეხა ის, ვინც ახლები ხართ და სულ ერთეგივეს არ ვიმეორებ, ამიტომაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დემო აკაუნტზე მე გამოვიმუშავე ის, რომ მოთმინება მქონოდა იმის, რომ სანამ მე იმ შედეგამდე მივიდოდი, რა შედეგზეც დღეს ვარ მოსული, ხო? სანამ აქამდე მოვიდოდი, მე მჭირდებოდა მოთმინების უნარის გამომუშავება და სწავლა. სწავლა მარკეტის ხედვის გაუმჯობესება, თავდაჯერებულობის ქონა, რომ მე მარკეტზე რომ დავჯდები, ხო, ვიცოდე, რასაც ვაკეთებ. რომ ვიცოდე, აზრზე მოვიდე მარკეტი რატომ მოძრაობს. სულთან მაგ პერიოდში ბევრი მეუბნებოდა ხოლმე, რომ ურჩევდი, რომ დემოზე ყოფილიყვნენ და ასე შემდეგ, რომ ვლაპარაკობდი მაგაზე მოკლედ. ბევრი ამბობდა, რომ აი ფსიქოლოგიას ვერ ისწავლი ძმა. მე ხალხი ხარ, რა თქმა უნდა, ვეღარ ტრეიდობს, ვერც მაშინ ტრეიდობდა, რა თქმა უნდა, და ბევრი ფულიც აქვს წაგებული. და ნუ ამით რა თქმა უნდა, ბევრი ფულიც წაგებასაც თავს აარიდებთ. ფსიქოლოგიას ვერ ისწავლი ძმა, მოდი ეგ არგუმენტი გავაბათილოთ. ეხლა რითი? ვერავინ ვერ მეტყვით აქ, რომ თუ ადამიანს მით უმეტეს მარკეტზე ხედვა არ აქვს და ელემენტარული თავდაჯერებულობა არ აქვს იმის, რომ მარკეტზე რო დაჯდება და ტრეიდს წააგებს, იმის თავდაჯერებულობა თუ არ გაქვს ადამიანს, რომ შენ ეხა ან რა ვიცი, შენ გეგმას არ დაარღვევ და შენ ეხა შეგიძლია დღეს თუ არა, ხვალ თუ არა, ზეგ თუ არა, შემდეგ კვირას შენ მოიგო ტრეიდი და პლუსში გახვიდე, მაგის თავდაჯერებულობა თუ არ გაქვს ადამიანს, ხო? ტექნიკური თვალსაზრისით. მაშინ ფსიქოლოგიაზე ლაპარაკი არის ძალიან ზედმეტი. ფსიქოლოგია ძალიან გაპავსავებულია, იმიტომ რომ ნუ ვფიქრობ, ფსიქოლოგიური პრობლემები ტრეიდინგში მოდის თვითონ ადამიანიდან და არა კონკრეტულად ტრეიდინგის პრობლემებიდან. ანუ ნუ მაგაზე მე ცალკე ვიდეო შევწერ, ცალკე ვილაპარაკებ თუ საჭირო გახდა, მაგრამ დემოს მნიშვნელობაზე მოდი კიდევ ვილაპარაკოთ. ხო, ანუ შეგიწყოთ ხელს, რომ თქვენი ტექნიკური მხარე დახვეწოთ, იფიქროთ თქვენი ტექნიკური მხარეზე, ოღონდ როგორ უნდა მიუდგეთ დემოს. დემოს ისე არ უნდა მიუდგეთ, რომ აი კიდია და ვითრეიდებ. არა, სერიოზულად ჩაუჯექით, ჟურნალი იქონიეთ, ჩაიწერეთ ყველა ტრეიდი, რასაც დემოზე გახსნით და მიყევით დისციპლინირებულად. მიუდგეთ სერიოზულად ამ საქმეს. ამ საქმეს ბევრი არასერიოზულად უდგება. ზოგი, რა ვიცი, ლოგინიდან თვალებს გაახელს თუ არა, ტელეფონს დაიჭერს და ტრეიდის გახსნას იწყებს. ეგ არის არასერიოზული მიდგომა საქმისადმი. ეგეთ ადამიანს არაფერი ცხოვრებაში არ გამოუვა. ამიტომაც მიუდგეთ ამ საქმეს სერიოზულად. როგორც საჭიროა, ნუ აიგნორებთ იმ ფაქტებს, რაც საჭიროა რეალურად რომ ამ საქმეში განვითარდეთ. ამიტომაც ითრეიდეთ დემოზე, რამოდენიმე თვე, სანამ თქვენ თავში არ დაწუნდებით და მარკეტზე ხედვა არ გექნებათ ელემენტარული რაღაც საშუალო დონეზე და მერე დაიწყეთ, რავი, ან ლაივ აკაუნტზე ფული შარიცხვა, ან პროფილების აკაუნტების ყიდვა. ფანდედ აკაუნტებზე მაქვს საუბარი. ხო. დემოზე რას ვაკეთებდი ხოლმე რა? დემოზე ჩვეულებრივად, ნუ შეგიძლიათ ესეთლად არ ქნათ, მაგრამ მე მაშინ ვაკეთებდი ხოლმე, რომ დილას ვიღვიძებდი, 10 საათზე იხსნება საქართველოს დროით ლონდონი 10-11 ხან 11-ზე ხან 10-ზე და დილას ლონდონზე ტრეიდობდი, ფორექს ტრეიდობდი, საღამოს ტრეიდობდი ინდექსებს, NQs და ES, უფრო ES ტრეიდობდი თავის დროზე, დემოზე და მერე, რავი, PM-ზეც მარკეტს უყურებდი ხოლმე. ამით რას ვაკეთებდი? კი, ზედმეტია, შეიძლება ითქვას, ხა მაგდენი ყურება არ გჭირდებათ რა, გადაიღლები და პირიქით ცუდი შეიძლება მოიტანოს. მაგდენი მარკეტის ყურება და ძალიან გადაიღალო თუ არ გააკონტროლე. მე ვაკონტროლებდი მაგალითად, შიგადაში სხვა რამესაც ვაკეთებდი რა. მუშაობდი კიდევაც, ხო?
ამიტომაც, რავი, ჩაუჯექით ერთ სესიას, საკმარისია ყოველ დღე, ჩაუჯექით ერთ სესიას, მარკეტს უყურეთ და თქვენ დემოზეც არ გასნათ ტრეიდები, რავი, დასკრინეთ ეს თქვენი ტრეიდები და ჩაიწერეთ ჟურნალში. აი აქედან რო გონია რომ მაღლა წავა, ხო? იფიქრე ეგ, დასკრინე, ან რავი, დემოზე ტრეიდი გახსენი, სტოპ-ლოს დააყენე, take profit დააყენე, მოხდება რაც მოსახდენი იყო, ხო? არასწორი გინდა არასწორი იყოს, გინდა სწორი იყოს, ჩაინიშნე. რატო ფიქრობ რომ არასწორი იყო, რატო ფიქრობ რომ სწორი იყო. ეხლა შეიძლება ეგრევე პასუხი ვერ გასცეთ თქვენით, რასაც მეც ასე ვიყავი, რომ რაღაც ჩემ შეცდომებზე სულ სწორ პასუხს ვერ ვცემდი. მაგრამ დრო და დრო, თეორიული ვიდეოების ყურებით და პრაქტიკით და გამოცდილებით იმ წინა შეცდომებსაც გაასწორებთ, რომც არასწორად მიფიქროთ მაშინ, რომ აი ესე უნდა ყოფილიყო. მოდი ეხლა რავი, ტრეიდინგი უნდა ჩაიწეროთ. ყველაზე კაი დემო აკაუნთი ჩემი აზრით აქ არიან, რავი, მე ადრე ტრეიდინგზე არ ტრეიდობდი, სიმართლე გითხრათ, მეტა ტრეიდერის აკაუნთი მქონდა დემოზე გაკეთებული. $5,000 დავაწერდი იმ დემოს და როცა აკაუნტს გავპასავდი დემოზე, ვარჯიშის პონჩი, მე ვარესეტებდი, ისევ ახალ აკაუნტს ვაკეთებდი. რისკ მენეჯმენტის გაითვალისწინეთ დემოზე, ყველაფერი მოგა წესები ჩამოწერეთ, რისკ მენეჯმენტი გაითვალისწინეთ, ჩვეულებრივ სერიოზულად მივდექით. ტრეიდინგ views რო ჩაიწერთ, იქნებათ რავი აქ ქვემოთ ტრეიდინგ პანელი, შეხვალთ, აგერ paper trading სამოგიდებთ, აგერ თუ ეს არ გამოჩნდა, ესე ამას ამოძრავებთ, ამოწევთ, paper trading-ი, connect-ი ჩამოწევთ და იქნებათ paper trading-ის აკაუნტი. sell და buy არის მარცხნივ, აქ არის შენი პოზიციის რაოდენობა, რითი შეგიძლია დემოზე იტრეიდო, setting-ებში შეხვალთ და trading-ში ეს setting-ები დააყენეთ. აი, ეგ მე რაც მიყენია, ეს დააყენეთ, რომ აქ გამოგიშთეთ ეს გაყიდვის და ყიდვის საშუალება. ორი წამი ხა ისეთ მარკეტზე შევალ, რომელიც ჩართულია. ეს მარკეტი ხა ჩართულია კი. ეხლა უყურეთ, რავი, ძალიან მარტივად buy-ს ვაჭერ, long-ში შევდივარ, stop-loss ვაყენებ, take profit-ს ვაყენებ. თუ მე partial-ის აღება მინდა, ორით ხო ვარ შესული, ხო? აგერ გადავცვლი 1-ზე და sell-ს დავაჭერ და partial-ი ავიღებ. ერთით გამოვედი, ერთი დამჩა. თუ მთლიანად გამოსვლა მინდა, ამას დავაჭერ, ამას არა, ეს უბრალოდ stop-loss გავაქმნს. ამას დავაჭერ, მთლიანად გამოვიდ ტრეიდიდან. ნუ short-ზეც იგივე, რა თქმა უნდა, ანალოგიურად. take profit-ი stop-loss. ამებში მე ჩემი აზრით თქვენ თუ უნდა გაერკვეთ. ხო და კიდე ერთ რაღაცასაც გეტყვით, NQs და ES-ის ტრეიდი, ვისაც გინდათ და არ გაქვთ real time data, იტრეიდეთ აგერ აი UST-F და US500-ზე. ეს არის Nasdaq-ი, ეს არის ES-ი. ყველაზე მიახლოებული არის, რაც მე მინახავს და რაც მე მიძებნია, ეს ორი არის ყველაზე მიახლოებული რეალურ ES-ის და NQs ფასთან. მაგრამ ყოველთვის ისევთ, რომ ყველაზე ზუსტი ფასები აქვს აემას. Futures-ის ფასებს. დღეისთვის სულ ეს იყო. მადლობა ყურადღებისთვის და დროებით. წარმატებულ ტრეიდინგი.